ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებული თამილა ბენიას აღიარებით ჩვენებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბენია თავატყვება თუ ვისი შუამდგომლობით დაუკავშირდა ის რუსეთის სპეცსამსახურებს და რა სახის დავალება მიიღო მათგან. აღიარებით ჩვენებას ნათია ტრაპაიძე გაეცნო. ნათია, ხომ არ გაირკვა ამ მასალიდან ისიც თუ სად უნდა მომხდარიყო აფეთქება? ადგილი, სადაც ტერაქტი უნდა განახორციელებინა თამილა ბენიას არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რა ინსტრუქტაჟი გაიარა რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვამდე და კონკრეტულად ვისი მეშვეობით დაუკავშირდა ის ტერაქტის დამკვეთებს. ოჩამჯირის რაიონიდან ვიცნობდი ვალმერ ბუდბას ერთი თვის უკან, მაგან შემომთავაზა რუსებს უნდა შევხვედროდი. და ზუსტად დათქმულ დროს შევხვდი რუს ჯარისკაცებს იგორ ვლასოვსა და სერგეი კუზმინს დათქმულ ადგილას და მაგათ პირველად დამიწყეს ლაპარაკი სულ ჩვეულებრივ თემაზე ვლაპარაკობდით. ჩვეულებრივ თემის მერე მათ მითხრეს ერთი საქმე გვაქვს თქვენთანო სერიოზულია და შეგიძლიაო მაგ საქმისო გაკეთებაო. მე უთხარი რა საქმე არის, მითხარით მე უთხარი და თვითონ მითხრეს მერე. ასეთი ამბავი არისო, ბომბი უნდაო გადაიტანო საქართველოს ტერიტორიაზეო და იქ დადებო ამ ბომბსო მითხრეს და თანხა მითხრეს 3000-დან 5000 ამერიკულ დოლარამდე. მე დავთანხმდი ამ საქმეს დავთანხმდი. თანაც მითხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რომ გადმოვიტანდი, დათქმულ ადგილას რომ დავდებდი მაგ ბომბს, კაცებსო მოხსნიო და ჩვენ რო დავწმუნდეთო, დრო გაქვსო, რომ უცბად არაფრით გდებაო ესაო, 15-20 წუთი მაინც დრო გექნებაო. ამას რომ მოხსნიო კაცებს, ჩვენ რო დავწმუნდეთ ამ კაცებზე წამოგიღებო აქითო. რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი იგორ ვლასოვი, რომელიც ბენიამ ამ აღიარებით ჩვენებაშიც დამკვეთად დაასახელა, მან ფოტოზეც ამოიცნო. აღსანიშნავია, რომ იგორ ვლასოვი სერგეი კუზმინთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია არის სპეცსამსახურის თანამშრომელი და ის ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დისლოცირებული. ეს იყო ნათია ტრაპაიძე. მე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თამილა ბენია და აბესალომ ჩხეტია საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავეს. სპეცოპერაცია ცაისში ჩატარდა და იქვე მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების ჰექსოგენის უნებელყოფა, რომელიც დაკავებულებმა ხელჩანთით გადმოიტანეს. ქართველი ექსპერტების შეფასებით, რუსი ძალოვანები ისევ ოკუპირებული ტერიტორიიდან კურირებენ ტერორისტული აქტების განხორციელებას და სწორედ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს პუტინის მორიგი საჩუქარი დაკავებულებს. ექსპერტების თქმით, მაისის ბოლოს საქართველოში გამართული აქციების წარუმატებლობის შემდეგ რუსეთი ცდილობს კვლავ ჩვეულ ძალადობას მიმართოს.